მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან პოლიტოლოგი და სოციოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი და ასევე თემურ ფიფია, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი და ეკონომისტი. და დღეს ჩვენი სასაუბრო თემები იქნება კაპიტალისტური და სოციალისტური საზოგადოების შედარებები, ანალიზი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენ გამოვიყენებთ ამ ყველაფრისთვის თანამედროვე გამოცდილებასაც, რა ხდება ჩვენს გარშემო და მინდა რომ სანამ დავიწყებთ, პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის და სანამ დავიწყებთ, ტრადიციულად მინდა წავიკითხო სტალინის ნააზრევიდან ერთ-ერთი ესეთი ციტატა. ეს არის იმპერიალიზმი, კოლონიები და ნახევრად კოლონიები 1925 წელს დაწერილი. წინა ნაწილს გამოტოვებ და შემდეგ გადავალ. აქედან გამომდინარეობს, რომ დიდი სახელმწიფოები თავიანთ ძირითადი ზურგის, ესე იგი კოლონიების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. კაპიტალიზმის სტაბილიზაცია აქ ორივე ფეხით კოჭლობს. ვინაიდან ჩაგრული ქვეყნების რევოლუციური მოძრაობა, რომელიც თანდათანობით იზრდება, ადგილ-ადგილ უკვე იღებს იმპერიალიზმის წინააღმდეგ პირდაპირ ომის ფორმას. მაროკო, სირია, ჩინეთი. ხოლო იმპერიალიზმი აშკარად ვერ ართმევს თავს თავისი კოლონიების ალაგვის ამოცანას. ამბობენ განსაკუთრებით ბურჟუაზიული მწერლები. კოლონიებში კრიზისის ზრდა ბოლშევიკების ბრალიაო. უნდა ვთქვა, მეტად დიდ პატივს გვდებენ ამას, რომ გვაბრალებენ. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ისე ძლიერნი, რომ უშუალოდ დავეხმაროთ ყველა კოლონიურ ქვეყანას მათი განთავისუფლების საქმეში. მიზეზი უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ. მიზეზი ყოველივე დანარჩენის გარდა ის არის, რომ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც ვალდებული არიან ამერიკას პროცენტები უხადონ, იძულებულები არიან გააძლიერონ ჩაგვრა და ექსპლუატაცია კოლონიებსა და დამოკიდებულ ქვეყნებში. რამაც არ შეიძლება არ გამოიწვევს ამ ქვეყნებში კრიზისსა და რევოლუციური მოძრაობების გაძლიერება. აი აქ დავასრულებ ამ ციტატას და დაახლოებით იგივე პერიოდში შევდივართ ჩვენს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გაავალიანა უკრაინას, მხოლოდ უკრაინას თავი დავანებოთ, იგივე გერმანიის მაგალითი ავიღოთ, როდესაც პირველი რეცესია აქვს ისტორიის განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის მერე ეკონომიკაში, იკლებს მისი ეკონომიკა, კარგავს ინდუსტრიებს, დაკარგა ინდუსტრიები საფრანგეთმა და ხდებიან დამოკიდებული დასავლეთ ევროპის ქვეყნები ხდებიან დამოკიდებული შეერთებულ შტატებს და ამ დროს ჩვენ როდესაც გვინდა რომ აი ამ ევროკავშირთან დავახლოვდეთ. ფაქტობრივად უნდა გავიზიაროთ იგივე ბედი, რასაც ახლა აღწერს ნახევრად კოლონიური ქვეყნების ბედს. ხო, ჩვენს ხარჯზე ექსპანსიით უნდა მოახდინონ სტაბილიზაცია ევროპის ქვეყნებმა. ფაქტობრივად ამისკენ მივდივართ ჩვენ. შეგვიძლია ვთქვა, ხო? კი ბატონო. ხო, ანუ თქვათ, მოდი დავიწყოთ ესე რა, რომ როგორი არის დღევანდელი კაპიტალიზმი, ასე ვთქვათ. და როგორი იყო მისი ისტორიული წინაპირობები რა, რომ მე მაქამდეც მივიდეთ და გავშალოთ, ასე ვთქვათ, ეს საკითხი. ესე იგი, საქმე იმაშია, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად, ხო, ისტორიული ფორმაციები კაპიტალიზმმა სხვადასხვანაირი გამოიარა, მას გააჩნია გარკვეული ერთი საერთო, ასე რომ ვთქვათ, რაღაცა მამოძრავებელი ძალა, ლოკომოტივი, რომელიც არის მოგება, მოგების სურვილი. ასე მოგება არის მისი მთავარი მიზანია. ერთ-ერთი საბჭოთა პერიოდის ქართველი საბჭოთა ფილოსოფოსი ოთარ ჯიუევი კარგად ხსნიდა, რომ კაპიტალიზმის მთელი სული დაგული არის მოგება და ყველაფერი შესაბამისად მუშაობს ამისათვის რა. შესაბამისად ეს მოგება შემდეგ აწარმოებს სხვა ტიპის საზოგადოებას რა. საზოგადოება, რომელიც არის უფრო ინდივიდუალიზირებული, ინდივიდუალისტური და არა კოლექტიური, ორიენტირებული თქვათ კერძო ინტერესების უპირატესობაზე და არა საზოგადოებრივ ინტერესებზე. ესე იგი, კაპიტალისტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელიც გამორიცხავს ამ ცნობილ პრინციპს, ასე ვთქვათ, დარტანიანის პრინციპს, ყველა ერთისათვის ერთი ყველასათვის. ამას გამორიცხავს, იმიტომ რომ მოგება ამის მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანი და მხოლოდ საკუთარი, ასე ვთქვათ, ინტერესების ზრუნვა და ამის შედეგად იქმნება საზოგადოება, რომელიც არის დაყოფილი, სადაც არის სოციალური კონფლიქტები, სოციალური ბრძოლები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეხლა მთავარი რა არის, რომ ვიცოდეთ, რომ კაპიტალიზმის წარმოშობა, თვითონ ეს ისტორიული წარმოშობა და სიტყვა კაპიტალის წარმოშობა მიუხედავად იმისა, რომ დაკავშირებულია მოდერნის ეპოქასთან და განმანათლებლობის ეპოქასთან, თვითონ სიტყვა კაპიტალი უფრო ადრეული წარმოშობის არის, ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში, მაგალითად ცნობილია ისტორიაში, რომ ერთ-ერთი იტალიელი სიენელი ბენედიქტიანელი ბერი მეორეს წერილს, სადაც ეპისტოლეს წერილს, სადაც ეუბნება, რომ ჩვენთან სიენაში, ესე იგი, სიუხვის დოულათის დაგროვებას კაპიტალს უწოდებთ, ასე ვთქვათ რა. ხო და ნუ ეს არც არის შემთხვევით, რომ იტალიას, რომელიც სადაც იყო განვითარებული ვაჭრობა და ასე ვთქვათ, სადაც იყო პორტები და საზღვაო, ასე რომ ვთქვათ, წარმოადგენდა ძალას ერთგვარს, ხო?
აქედან თითქოს იწყება ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ თვითონ კაპიტალიზმი როდის ვითარდება, ხო, ეს არის მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეები, განსაკუთრებით ამას წინაპირობად უდევს 1688 წლის ინგლისის სახელოვანი რევოლუცია, რომელიც იყო პირველი ლიბერალური ყაიდის რევოლუცია, რომ ეს იყო ფაქტურად შეთქმულება ჯეიმს მეორე, კათოლიკე მონარქი ჯეიმს მეორის წინააღმდეგ, რითაც ფაქტურად, ასე ვთქვათ, ინგლისის დიდგვაროვანთა ფენამ გაიმყარა მისი ეკონომიკური ინტერესები. შემდეგ ამას მოსდევს უკვე სხვა ტიპის რევოლუცია, ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც ქმნის უკვე უშუალოდ კაპიტალიზმის, ასე ვთქვათ, კაპიტალისტური საზოგადოების ფორმაციას ახდენს და ეს საზოგადოება უკვე განსაკუთრებით აი მე-19 საუკუნის კაპიტალისტური საზოგადოება უკვე გამოირჩევა, ასე ვთქვათ, ანტაგონისტური ურთიერთობებით და გამოირჩევა მზარდი სოციალური კონფლიქტებითა და სოციალური ბრძოლებით, ხო? არა მხოლოდ სამეცნიერო ლიტერატურაში, ასე ვთქვათ, ბევრია არის ამის შესახებ დაწერილი და განსჯილი, არამედ თუნდაც ხატრულ ლიტერატურაში, რაღაცა ჩარლზ დიკენსის, ასე ვთქვათ, თვითონ შემოქმედება, მისი პროზა არის, ასე ვთქვათ, აი ამ, ასე ვთქვათ, კაპიტალიზმის ნაწარმოები ურთიერთობების სოციალური კაპიტალიზმის ნაწარმოების სოციალური ურთიერთობების ასახვა და იმ პრობლემების, ხო? ეხლა ეს პარადოქსი ქონდა კაპიტალიზმს, მე-19 საუკუნის ინგლისი თან ვიქტორიანული ინგლისია, განვითარებული ძლიერი, მაგრამ თან ამავდროულად ღარიბების, ხო? ეს პარადოქსი ცნობილი მარქსისტული მიდგომაა, ხო? ეს კაპიტალიზმის ეს ურთიერთ საპირისპირო თვისება, რომ ერთის ხრივის ქმნის სიმდიდრეს, მაგრამ მეორეს ხრივის აწარმოებს დიდ სიღარიბესა და უთანასწორობას. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერს განსაზღვრავს არა თანამშრომლობა, არამედ კონკურენცია, ხო? ადამიანის მიმართ არის არა არ არსებობს წაგების გარეშე. რა თქმა უნდა და ადამიანის მიმართ არის არა ზმურდამოკიდებულებაში, არამედ კონფლიქტში, ასე ვთქვათ. მასთან არის, ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში, ხო? ამის, ესე იგი, ამ პერიოდში, ესე იგი მე-19 საუკუნეში, როდესაც უკვე კაპიტალიზმი, ინდუსტრიული კაპიტალიზმი აწარმოებს მთელ რიგ, აი ერთის ხრივ სიმდიდრეს და მეორეს ხრივ უთანასწორობასა და სიღარიბეს, ყოფს ის საზოგადოებებს. საერთოდ ლიბერალიზმისა და კაპიტალიზმის ფუნქცია არის დეზინტეგრაცია საზოგადოების. რა, ეხლა ლიბერალიზმი და კაპიტალიზმის იდეოლოგიური ჩარჩო. თუ არსებობს კაპიტალიზმი, სანამ არსებობს კაპიტალიზმი, მანამდე ლიბერალიზმი არსებობს, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს განაპირობებენ. ამ პროცესების რეაქცია იყო შემდეგვე სოციალიზმი მე-19 საუკუნეში. ცხადია, ხა მანამდეც არსებობდა ეგრეთ წოდებული რომანტიკული სოციალიზმი, ხო, ეს თეორეტიკოსები, რომლებიც მოდიან მე-18 საუკუნის ინგლისისა და საფრანგეთის ინტელექტუალური და კულტურული წრეებიდან, მაგრამ ამას მარქსი უპირისპირებს მეცნიერულ სოციალიზმს, ასე ვთქვათ, ხო, და ისტორიული მატერიალიზმის მეთოდით ცდილობს გადაწყვიტოს, ასე ვთქვათ, და პრობლემები კაპიტალიზმის და ახსნას მე-19 საუკუნის სოციალური რეალობა. და ამის ფონზე ვითარდებიან, ესე იგი, ვითარდება სოციალიზმი, როგორც იდეოლოგია და სოციალისტური მოძრაობები და იქმნება იდეა სოციალისტური საზოგადოების შესახებ, რომელიც არის, ესე იგი, ფუნდამენტურად დაპირისპირებული კაპიტალისტურ საზოგადოებასთან. იმიტომ რომ ის არის შეურიგებელი, ასე ვთქვათ, იმ პროცესების მიმართ, რომელსაც აწარმოებს კაპიტალიზმი. ამ კაპიტალიზმი აწარმოებს მთელ რიგ, ასე ვთქვათ, რეგრესს, ისტორიულად ეს არის რეგრესული, იმიტომ რომ ის ყოფს საზოგადოებებს და სოციალიზმი ცდილობს, ასე ვთქვათ, საზოგადოების გარკვეული მოდელი შექმნას, სადაც ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანად თან არსებობენ. მაგრამ მე ამ მე-19 საუკუნეში თვითონ ევროპაშიც მოხდა კაპიტალიზმმა გარკვეულწილად ადახე გერმანიასთან მივალნენ ნელა, ამით ამ შორი მოვლით. კაპიტალიზმმა გარკვეულწილად ასევე ხელი შეუწყო სოციალისტურ მოძრაობებში თვითონ შიგნით გარკვეული, ასე ვთქვათ, დაპირისპირებების გაჩენას. და შეიქმნა რევიზიონისტული მოძრაობები, ეგრეთ წოდებული გერმანული რევიზიონიზმი, ანუ ასე ვთქვათ, სხვა ტიპის მარქსიზმი, ამას შეიძლება დავარქვათ სოციალ-დემოკრატია, ან ევროპული სოციალიზმი, ან შემდეგ, რომელიც უკვე უპირისპირდება ორიგინალურ მარქსიზმის და სოციალიზმის იდეას. ამიტომაც ცნობილი გვიანდელი მარქსის ცნობილი სიტყვები, როცა მარქსმა თქვა, რომ როდესაც ხედავდა ამ რევიზიონისტებს, თქვა, რომ რაც დანამდვილებით ვიცი, ის ვიცი, რომ მარქსისტი არა ვარო. იმიტომ ეს რევიზიონისტული ხედვა, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოების მოწყობის იყო საპირისპირო მარქსის ორიგინალურ თეზისებთან, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ არის გერმანია, რომელთაც შენ დაიწყე და აი ოლაფ შოლცი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, ეგრეთ წოდებული გერმანელი ცენტრისტები თუ მემარცხენეები, ესენი არც არასდროს ყოფილან, ასე რომ ვთქვათ, ნამდვილი მარქსისტები, ისინი იყვნენ რევიზიონიზმის, ანუ ასე გადასყვაფერებული მარქსიზმის, ასე რომ ვთქვათ, გამოხატულება და ის შედეგი არის ის, რომ ისინი იწყებდნენ ჩამოყალიბებას მე-19 საუკუნეში როგორც ბურჟუაზიული პარტიები და ეხლა უკვე ისინი სრულყოფილად ბურჟუაზიული პარტიებად იქცნენ. თუმცა მე-20 საუკუნეში იყო პერიოდი, როდესაც იგივე ევროპული სოციალ-დემოკრატიული პარტიები გარკვეულწილად
გარკვეულწილად ამჟღავნებდნენ მეტ სოციალისტურ, ასე რომ ვთქვათ, შეხედულებებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ იდეოლოგიურ წამს და მათ იდეოლოგიურ გარკვეულწილად იდეოლოგიურ მოთხოვნებთან უკავშირდებოდა, არამედ ის იყო იძულება, ასე ვთქვათ, რა ეს იყო დაპირისპირ ცივი ომის დიალექტიკა იყო ეგეთი, რა რომ ევროპა იძულებული იყო, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოს მეტი მექანიზმები შეექმნა. და ამიტომ სოციალ-დემოკრატიული პარტიები გარკვეულწილად მიუახლოვდნენ, ვთქვათ, სოციალისტურ პარტიას, მაგრამ მაინც რჩებოდნენ ბურჟუაზიულ პარტიებად, რა. და ის ვთქვათ, ის პრესაც და მედიას, რომელსაც ფლობდა, ვთქვათ, მე-20 საუკუნის ცივი ომის პერიოდში, სოციალ-დემოკრატიული თუ მოდი ესე ვთქვათ, ევროპული მემარცხენე თუ ლიბერალური პარტიები ერთმანეთს ძალიან გავდა. მაგალითად, ერთ-ერთი ქართველი პოლიტეკონომისტი იყო ესეთი გივი ჭანუყვაძე. ერთგან აქვს კარგად შესწავლილი ავსტრიის, ასე რომ ვთქვათ, სისტემა. ეს არის 60-იანი წლები და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ლიბერალური გაზეთის სათაური მოყავს მაგალითად. 60-იან წლებში 50-იან წლების ბოლოს, 60-იან წლებში გამოცემული ერთ-ერთი გაზეთის და სათაურში გამოტანილია შემდეგ გაზეთში გამოტანილი შემდეგ სათაური. ბანკირება ყველა ქვეყნისა შეერთდით. არა პროლეტარება, არამედ ბანკირება ეს იყო გივი ჭანუყვაძე ამას აღნიშნავს როგორც დასასრულს იმ დიდი კომპრომისისა, რაც მიიღწა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარკვეულწილად. თუმცა ჭანუყვაძე და საბჭოთა ქართველი მარქსისტები ამ კომპრომისის მიმართ კრიტიკულები იყვნენ. ისინი საერთოდ არ თვლიდნენ, რომ ევროპაში ასე ვთქვათ დამყარდა, ასე ვთქვათ, საყოველთაო კეთილდღეობის სისტემა. მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ 60-იან წლებში კრიზისში შევიდა ეს სისტემაც კი. ასე ვთქვათ, ავსტრია, რომელიც რატომ მოიყვანე ავსტრიის მაგალითი და რატოა საინტერესო ჭანუყვაძეს ეს მაგალითი მოყავს. ავსტრია იყო მიჩნეული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კეთილდღეობის სახელმწიფოს, ხო? როგორც კომპრომისის, ასე ვთქვათ რა. ეს კომპრომისი იყო, მაგრამ ეს კომპრომისი განპირობებული იყო ცივი ომის დიალექტიკით, მაგრამ 70-იან წლებში ეს უკვე შედის კრიზისში და დღეს რაც არის უკვე, არის ის, რომ არანაირი, ასე ვთქვათ, კაპიტალიზმის საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, ალტერნატიული იდეები არ არსებობს, თავად დასავლეთში ძლიერი პოლიტიკურ ველზე იდეები, ეს იდეები ალბათ იქნება სხვაგან, ასე ვთქვათ რა. თუმცა შეიძლება დასავლეთში შეაღწიოს ამ იდეებმა. ლიბერალური კაპიტალიზმის ალტერნატივას. აი, ბაქარი ცოტა გძელის გამომდინარე ბოდიში. გადასარე. ბაქარი კარგად შეეხო ეს რამეს, რომ აი, სანამ არსებობსო კაპიტალიზმი, იარსებობს ლიბერალიზმი. და ნამდვილად ვეთანხმები და ჩვენ ვხედავთ ახლა დასავლეთ ევროპაში რაღაც თვითონ კონსერვატორებს ეძახიან თავის თავს, მაგრამ მოდი მემარჯვენე ლიბერალები, ესე დავარქვათ ჩვენ. რახან კაპიტალიზმის წიაღში ცდილობენ რომ ეს ყველაფერი აკეთონ, ხო? და ისევ ბაქარის ამ სიტყვას რო გავყვეთ. და მაგალითისთვის AfD ავიღოთ ამ შემთხვევაში გერმანიის, რომელიც პოზირებს როგორც ანტინატო, მაგრამ როგორც კი ისინი იყვნენ არჩეული ამ სტაგნას შემდეგ თითქმის არც ერთ გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგებიან. ისინი უბრალოდ პოპულისტობენ როგორც ანტინატო, იმიტომ რომ ხედავენ ამ საზოგადოების განწყობებს და ეს შეითვის აი მედლის ორი მხარე ლიბერალიზმა აითვისა რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც რეალობაზე უბრალოდ თვალს ხუჭავენ ამ შემთხვევაში ავიღოთ ეს წმინდად რაც შენ თქვი ხო რომ ანუ ეს ნეომარქსისტული რაღაც კონკრეტული რევოლუციური კლასი არსებობს ამ LGBT-ების სახით და სხვადასხვა ისეთი საზოგადოებისგან გარიყული ადამიანების სახით რომელიც მერე უნდა ფული ჩაასხა და მოაძლიერო რომ მათ კიდევ უფრო მოახდინონ საკუთარი თავის გარიყვა ამ საზოგადოებიდან და არსებობს მეორე მხარე რომელიც გეუბნება რომ ამ ყველაფრის გამოსწორება შემიძლია ხო და მოდი ამ ყველაფერს შევხედოთ სიმართლეს თვალებში მაგრამ ისინიც მაინც გამოდიან ამ შემთხვევაში იმპერიალისტური ძალის სამსახურში და მეორე ნაწილი რაც მინდა ვთქვა რომ აი ეს შერიგება ასე ვთქვათო ჩაფლავდაო და მართლად ჩვენი რამდენიმე მეგობარი დასავლეთ ევროპელი ზუსტად იმას ამბობდა რომ აი გერმანიის მაგალითი რო ავიღოთ იყო მუშა და საბჭოები ხო ოპელში და ასე შემდეგ იყო ძალიან ძლიერი პროფესიული კავშირები იყო რაღაც კონკრეტული საბინაო პოლიტიკები შექმნილი მაგრამ როგორც კი ეს კრიზისი დადგა როგორც კი აი ამ კრიზისში შევიდა ხო საზოგადოება ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომმა რაც ყველაზე მეტად დააჩქარა და კატალიზატორად იმუშავა მაინც ვერ მოხერხდა ამ კრიზისების დაძლევა ანუ ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აღმოჩნდა ეფექტური დასავლეთ ევროპის მასში არსენალში რომელიც წესით არიგით იყო კეთილდღეობის სახელმწიფო და აი მინდა რომ აი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება რას უნდა იყრდნობოდეს ამ შემთხვევაში რეალური მოძრაობა კონკრეტულ თუნდაც საქართველოში პატარა ქვეყანაში რატო ვერ გაამართლა იმ ინსტრუმენტებმა რომელიც ამ შემთხვევაში გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ თუნდაც ამდენი ხნის განმავლობაში მოიხვეჭა, შექმნა
ანუ რა დაპირისპირება ვერ გადალახა ამ შემთხვევაში იმ საზოგადოებებმა? ახლა სოციალური სახელმწიფო მშენებლობა, რომელიც ახასიათებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, ეს იყო იძულებითი, ბაქარმა სწორად აღნიშნა. და მისი განვითარება გამოიწვევდა ლოგიკური, ასე ვთქვათ, რომ იყოლოდა ეს ამ პოლიტიკას ის ქვეყნები, ფაქტიურად ეს იქნებოდა კაპიტალიზმის დაძლევის პროცესი და იქ ჩვენ მივიღებდით სოციალიზმს. რაც შეეხება იმას, რომ ამ პროცესებს წამოეწია ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და შემდეგ ლიბერალური გაფორმება ამისი სულიერ სფეროში იდეოლოგიის სახით, ეს არის ტეტჩერიზმი და რეიგანიზმი, ზუსტად იმაზე იყო რეაქცია, რომ ამ მიმართულებით რომ განვითარებულიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, ერთი მხრივ, მეორე მხრივ გერმანია, საფრანგეთი, ცოტა განსხვავებული გზები ჰქონდათ მაგათ სოციალური სახელმწიფოს შექმნისა. ცოტა განსხვავებული. იქ უფრო უშუალოდ სკანდინავიის ქვეყნებში ეს უფრო ჩანდა, რომ ეს სოციალიზმისკენ მიდიოდნენ ისინი. ეს ქვეყნები და რაც შეეხება გერმანიას, საფრანგეთს, იქ ეს იყო განვითარება, როგორც იტყვიან, ჩერეზნემაგო, როგორც იტყვიან, კაპიტალისტური ატრიბუტები კაპიტალურ საზოგადოებისა უფრო იყო შენარჩუნებული, მაგრამ საერთო ჯამში მაინც მიდიოდნენ უფრო სრულყოფილი საზოგადოებისკენ, სადაც სოციალური პრობლემები თანდათანობით დაიძლევა. დაიძლევა მთელი საზოგადოების მიერ. ანუ კაპიტალი, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ის რესურსები, რომელიც ამ ქვეყნებშია, მიუხედავად იმისა, ეს კერძო კაპიტალისტურია, თუ სახელმწიფო საზოგადოებრივი, საერთო ჯამში რაღაც ერთიან პარამეტრებს ემსახურება და ეს ერთიანი პარამეტრები კიდე განისაზღვრებოდა ისე რომ ის შესაბამებოდა ასე თუ ისე მთელი საზოგადოების ინტერესებს. ცოტა რთულად გამოდის, მაგრამ უფრო მარტივად ერით. აი, განვარტავთ, მინდა რომ აი ამაზე ესე განვარტავთ ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ახლა ნეოლიბერალიზმის სახეზე, ხო, ნეოლიბერალიზმის კრიზისი, მაგრამ ნეოლიბერალიზმის მთელი იდეა, ახლა მე როგორც ხედავ და თუ ესე არ არის, აი ბაქარ შემისწორებ, არის ის, რომ მოხდა სრულიად ცენტრალიზება ფინანსური ძალაუფლების. და ფინანსურ ძალაუფლებაზე ჩამოკიდებული გახდა ყველანაირი დანარჩენი ინდუსტრია ამ შემთხვევაში, ხო, ანუ რაც მაგალითად მე-20 საუკუნის შუა რიცხვებში, შუა წლებში იყო, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდა დამოუკიდებლად რაღაც კონკრეტული პოლიტიკის წარმოების საშუალება და საკუთარი თუნდაც კერძო მიზნებით საკუთარ ბურჟუაზიას ჰქონდა გამოყენების საშუალება ამ რესურსების. საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ მოხდა სრული ცენტრალიზება, ინტეგრაცია ერთ კონკრეტულ ცენტრში, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის გეგმა წესით დარიგით ეგრე ჩანს, ხო, 2014 წელს თუ ავიღებთ იქამდე ფერად რევოლუციებს თუ ავიღებთ, ეს უბრალოდ თავზე არ დაატყდათ რუსეთ-უკრაინის ომი და ეს კრიზისი. ეს იყო გეგმა, რომლამდეც უნდა მისულიყვნენ ნაბიჯ-ნაბიჯ და შემდეგ კრიზისის მოახლოების პერიოდში ჩამოეშალათ რუსეთი და ეთვისებინათ ახლიდან მისი ბაზრები. ნუ შემდეგ გადავიდოდა ეს ყველაფერი ჩინეთში, ანუ აი ამ ფინანსების ცენტრალიზება მოახდინა თუ არა ამ კრიზისების გამწვავება. მოდი მე უფრო სოციოლოგიურ კონტექსტში ვიტყვი და შემდეგ თქვა უფრო პოლიტეკონომიურ კონტექსტში შეიძლება განავრცოს. ესე იგი 1955 წელს კოტე ბაქრაძემ, ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა, ესე ძალიან საინტერესო წიგნი გამოსცა. ანგლო-ამერიკული ბურჟუაზიული ფილოსოფია იმპერიალიზმის სამსახურში. სადაც ამ წიგნს ძალიან საინტერესო წინასიტყვაობა აქვს, უпроსტად შესავალი აქვს, რომ თავად კოტე ბაქრაძის ავტორობით ორი სისტემა, ორი იდეოლოგია ესე ქვია. და ჯერ კიდევ 55 წელს კოტე ბაქრაძე ამტკიცებდა, რომ ეხლა ანუ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკის მთავარი მიზანი არის უკვე ასე ვთქვათ მსოფლიო ბაზრებისთვის ბრძოლა, ამ მსოფლიო ასე ვთქვათ ბაზრების გაბატონება ამერიკული დროშის ქვეშ, ასე ვთქვათ, მსოფლიო ბაზარი როგორც ამერიკული ბაზარი, ასე ვთქვათ და არა როგორც მსოფლიო ბაზრები, როგორც ასეთი. ასე ვთქვათ, მას შეიძლება კონდეს ასე ვთქვათ რაღაცა მრავალფეროვანი სახე, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ამერიკული ბაზარი და ეს ისევე როგორც ხარ როცა ვამბობ ჩვენ გლობალიზაციას დღეს, ეს გლობალიზაცია მართლა ხო ეს სინამდვილეში არის ამერიკა და ვესტერნიზაცია და ასე შემდეგ, ხო?
და კოტე ბაქრაძე წეს რომ მიზანი ამერიკის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ასე ვთქვათ დომინაციის არის ჩამორჩენილი ქვეყნების დაკაბალება, ეკონომიკური დაკაბალება და საინტერესოა რასაც წეს რომ არა მხოლოდ ჩამორჩენილი ქვეყნების დაკაბალება, არამედ მათი მოკავშირე დასავლეთ ევროპაში ქვეყნების მათ ასე ვთქვათ მათი სუვერენიტეტი შეზღუდვა და მათი დაქვემდებარებაო და ინგლისის და საფრანგეთის მაგალითი მოყავს და შემდეგ დასავლეთ გერმანია და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეხლა ის რასაც ჩვენ ამბობ რომ ამერიკა გახდა არის და ეგრეა ნამდვილად რომ ესე კაპიტალიზმის გლობალური ცენტრი ან მოდი ესე ვთქვათ გლობალური ძალაუფლების სტრუქტურები ასე ვთქვათ კაპიტალიზმის მოქცეული ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ახდენდა თავის იმპერიალისტური და ნეოკოლონიალური პროექტის ასე ვთქვათ ორგანიზებას იმის გამო რომ არსებობდა უძლიერესი სოციალისტური ცივილიზაცია საბჭოთა კავშირის სახით, რომელიც მას ხელს უშლიდა აი ამ ასე ვთქვათ განვითარებადი ქვეყნების დაკაბალებაში და აი შენ თვითონაც წაიგითხე ხო რომ როდესაც მოძლიერდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დეკოლონიზაციამ უკავშირდება მხოლოდ საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი არ ყოფილიყო ის დეკოლონიზაცია არ მოხდებოდა. ამიტომაც არის რომ აფრიკაში, აზიაში ყველგან ეს მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის მიმართ არის ძალიან მიმღებლური ასე ვთქვათ რა და ხარდამჭერი ასე ვთქვათ სენტიმენტები აქვს ხო? და როდესაც მოირყა მსოფლიო ასე ვთქვათ ეს წესრიგი, რასაც ცივი ომის წესრიგი ქვია და როდესაც მსოფლიო გახდა მონოპოლარული, აი იქ უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი დასავლეთმა, მოდი ესე ვთქვათ, არა მარტო ამერიკა, უბრალოდ ამერიკის ლიდერობით დასავლეთმა აღადგინა ნეოკოლონიალური პროექტი, ასე ვთქვათ. რომ ესე იგი ის ქვეყნები, რომლებიც არიან ნაკლებად განვითარებული, მაგრამ შეიძლება იყოს რესურსები, შეიძლება ზოგან რესურსი და ზოგან გეოპოლიტიკური მდგომარეობა მათთვის ხელსაყრელი და ასე შემდეგ დაიწყო ასე ვთქვათ მათი დამორჩილება და ეს დამორჩილება ხდება ასე ვთქვათ სხვადასხვა სახელების ქვეშ ასე ვთქვათ რა. მაგალითად როგორ ახდენს ამერიკის შეერთებული შტატები დიპლომატიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკური კონტროლის დამყარებას სხვა ქვეყნებზე. არა ვთქვათ რაღაცა პირდაპირ პოლიტიკური მექანიზმები და არამედ გარკვეული ილუზორული, ეფემერული ფასეულობითი მექანიზმები, მაგალითად დემოკრატიის ექსპორტი. ეგრეთ ცნობილი იდეა, რომელიც 90-იან წლებში ამერიკული ნეოკონსერვატიული ელიტებში ასე ვთქვათ განსაკუთრებით დომინირებდა, რომ დემოკრატიის ექსპორტი და დემოკრატიის პრომოუშენ პოპულარიზაცია, რომ ესე იგი სოფლიო, ესე იგი დასავლური ყაიდის დემოკრატიის სტანდარტიზაცია, ასე ვთქვათ გლობალურად. მაგრამ სინამდვილეში ეს ისახავდა თავად დასავლური დემოკრატიის სტანდარტიზაციასაც კი არ ისახავდა. ეს იყო ფორმალობა, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო კონტროლის დამყარების საშუალება. ერთ-ერთი ამერიკელი ანთროპოლოგი რამდენიმე წლის წინ კარგად ხსნის თავის წიგნში, რომ დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ექსპორტისა და დემოკრატიზაციის, ასე ვთქვათ, დემოკრატიზაციის პროცესი ამერიკამ და დასავლეთმა გამოიყენა საკუთარი კაპიტალისტური ჰეგემონიისთვის. ანუ ის სახელმწიფოები იმ სახელმწიფოებს უწოდებენ, თქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცეში უწოდებდნენ დემოკრატიებს, სადაც იყო თავისუფალი ბაზარი, რომლებიც იყო დამორჩილებული ეკონომიკურად დასავლეთზე, მაგრამ მოგებას არ იღებდნენ თან ამ ასე ვთქვათ ამ დამორჩილებით, ისინი უბრალოდ ასე ვთქვათ მათი ასე ვთქვათ დაკაბალებული იყო, მათ დემოკრატია უწოდებოდა, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ სუვერენული, ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკა განახორციელონ, იწოდებიან ტირანიებად, ავტორიტარიზმებად და ასე შემდეგ რა. ამიტომ ეს პროცესი ხანგრძლივია, როგორც ვთქვი, დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უბრალოდ ესე არ ჩანდა, არ იყო ესეთი ასე ვთქვათ მძლავრი, როგორც ის გაჩნდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ ეხლა უკვე ესეც კრიზისში შევიდა, რატომ? იმიტომ რომ მულტიპოლარული გახდა წესრიგი. ანუ 90-იან და 2000-იან წლებში იყო მონოპოლარული, არდო ამერიკის შეერთებული შტატები როგორც დომინანტური ძალა, ეხლა უკვე აღარ არის ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ძალა. ამიტომ მულტიპოლარული გახდა და ეხლა უკვე ესეც განიცდის კრიზისს, გლობალური ცენტრი კაპიტალიზმის, ასე ვთქვათ, ამერიკა. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ ინსტრუმენტი ერთ-ერთი საქართველოში ხო ვთქვით რა ბევრი სხვადასხვაგვარი მეთოდი ქონდა სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენთან ესეთი მეთოდი იყო, რომ ის იყო ჩვენი მეგობარი, გვეხმარებოდა ყველაფერში, გავიცი მოხდა ვესტერნიზაცია ჩვენი საზოგადოების ყველა მხრივ დაწყებულია რაღაცა უმცირესობის ჯგუფებით დამთავრებული რომ როგორ უნდა იფიქრო, რა უნდა გეცვას, რა უნდა აკეთო და ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ იხურება ეს USAID, რაღაც ISPED, NED, ანუ გადაეკეთათ ასე ვთქვათ, ამდენი ხნით გადაეკეთათ, როგორ გადაეკეთათ, კატეგორიზება როგორ მოხდება და როგორ დაბრუნდებიან, კიდე ცალკე საკითხი ხა ხელს არ აიღებს ხო შეერთებული შტატები თავის იმპერიული ზრახვებისგან. ეს ერთი, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს რა, ანუ საზოგადოებამ ეს როგორ უნდა მივიღოთ ჩვენ, ხო? თუ ამდენი ხანი აკეთებდით ცუდს, მაშინ უნდა გადაიხედო უკან, ხო? საზოგადოება უნდა შეხედოს წარსულს. ანუ კიდე რა არის ნაკეთები
და ეს ყველაფერი უნდა გამოასწორო იმ მომენტებიდან, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. მაგრამ სამწუხაროდ არ ამგონია ეხლა საქართველოს ქართული საზოგადოება მიიყვანონ იმ ფიქრამდე, რომ იცი რა 90-იანი წლებიდან თუ ესე იყო ყველაფერი და ეხლა თვითონაც აღიარებენ, მაშინ 90 წლებიდან უნდა დავიწყოთ რაღაცების გამოსწორება, ხო? როცა ეს ყველა შემოვიდნენ. იმიტომ რომ როდესაც ახლა ისეთი ბანალური მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ რაღაც კანონი უქმდება, ვინც ამ კანონის მიხედვით იყო დაჭერილი ყველა თავისუფლდება და შემდეგ რეპარაციებიც ეკუთვნით, ხო? ესე იგი დრაკონული კანონით იყვნენ დაჭეrilები. აი ეს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რომ ქართული საზოგადოებას შესწევს თუ არა ძალა და მისცემს თუ არა თავისი ცოდნა განათლება თუ რაც იქნება, ან რაიმე კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობა მისცემს თუ არა იმის საშუალებას, რომ განიხილოს ყველაფერი უკვე მართლა ერთ რაკურსიდან. რომ აი თურმე ეს ამდენი ხანი რომ ცუდი იყო, მაშინ ყველაფერი იყო ცუდი, რაც იქამდე კეთდებოდა. ანუ ეს კრიტიკა დაისმენს. მე ეჭვება, რომ ქართული ოცნება წავა ამაზე, რომ ყველაფერი ცუდი იყო, რაც მანამდე კეთდებოდა. იმიტომ რომ ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სისტემა, რომელიც საქართველოში მთელი ძალით განვითარდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა თავისი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობის იქით მისი განვითარება შეუძლებელია, იმიტომ რომ ბოლომდეა განვითარებული სააკაშვილის დროს და ეს აიღეს მზამზარეული ქართულმა ოცნებამ და დღემდე ეს ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სისტემა მოქმედებს. მათ ეკონომიკური პროგრამაში მე ვერაფერს ვერ ხედავ, რომ ამას გადახედონ ამ სისტემას და რაც შეეხება იმას, რომ ესე იგი USAID მდგომარეობა ძალიან მძიმეა და შეიძლება გაუქმო კიდევაც ტრამპმა მასკთან ერთად, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ზუსტად ნეოლიბერალური კაპიტალიზმის კრიზისს ნიშნავს და ტრამპის ადმინისტრაცია ფაქტიურად ეს ერთიანი ნეოლიბერალური ერთიანი სისტემა, ერთიანი ეს ორგანიზმი თვითონვე დაშალეს და თვითონვე დაანაწევრეს. სხვა არაფერს არ ნიშნავს იმის მომი, რა ქვია იმას პაშლინა როგორია ქართულად გადასახადები ბაჟების ომი კანადასთან, მექსიკასთან, ესე იგი და მესამე, ჩინეთი გასაგები სადაც მოკიშპია და იქვე, ესე იგი მექსიკა და კანადა, რომელიც ჩრდილოეთიდან ერთი ესაზღვრება, დიდი ქვეყანა, უდიდესი, სამხრეთიდან მეორე, რომელთანაც არის პარტნიორულ ურთიერთობებში, პირველ რიგში მაგათთან, ესე იგი, ერთიანი ეკონომიკური სივრცე დაარღვია. ცალკე შეთანხმება მუშაობდა შეერთებულ შტატებსა და ამ ქვეყნებს შორის. ნაფტა რაღაცა ისეთ ერქვა სახელი, რომელიც აი ამ ზუსტად ერთიან საბაჟო სივრცეს გულისხმობდა, ერთიან ტარიფებს, კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას და ასე შემდეგ. და ეს უკვე დაარღვია, რატომ დაარღვია, იმიტომ კრიზისი შევიდა. ეგ იმას გავაგრძელებ იმ წერტილიდან, ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სისტემა, რომელიც მოსდევს იმ სოციალურ სახელმწიფო მშენებლობის პოლიტიკას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაანაცვლა იმ ნეოლიბერალურმა კაპიტალიზმმა. კერძოდ იმან რომ საჭიროა პრივატიზაციის პოლიტიკის გატარება და იმ ინსტიტუტების მოშლა, რომელიც შეიქმნა ფაქტიურად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, განვითარებული კაპიტალისტურ ქვეყნებში, იმისათვის რომ შენარჩუნდეს კაპიტალისტური სისტემა. მისი შემდგომი განვითარება ნიშნავდა სოციალისტური საზოგადოების მიღებას იმ ქვეყნებში. ამას ნიშნავდა. ამიტომ კაპიტალიზმი ეთყობა თვითგადარჩენის მექანიზმი არსებობს, რომელიც ამოქმედდა და მოხდა პრივატიზაციის პოლიტიკა რეიგანის და ტეტჩერის მიერ და მერე ეს მოახვის თავს ყველა ქვეყანას, ყველა თავის პარტნიორ ქვეყანას. მაგრამ რატომ არ მოხდა კრიზისული მდგომარეობის, ესე იგი, მაშინ რატო არ გადაიზარდა იმაში, რასაც ახლა ვხედავთ ჩვენ. იმიტომ რომ ჯერ ერთი საბჭოთა კავშირში არ იყო აღქმული ეს პროცესები, შესწავლილი და გაანალიზებული ისე როგორც საჭიროა, იმიტომ რომ დოგმატიზმი შეუშალა ხელი. საბჭოთა მარქსიზმი იყო დოგმატური მარქსიზმი. ამას შეუშალა ხელი. და ის სოციალიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ევროპაში, ეკონომიკერცის თეორია, დაუშვათ, რომელიც გულისხმობდა აი ერთ რამეს, ძალიან სერიოზულ რამეს, რომ საერთოდ კაპიტალისტური საზოგადოება ბაქარმა რო დაიწყო საუბარი, კაპიტალისტური საზოგადოება ჩამოყალიბდა ფეოდალური საზოგადოების წიაღში.
მის შიგნით ჩამოყალიბდა და თანდათანობით ჩვენ მივიღეთ რა თქმა უნდა წინააღმდეგობების გზით იმ გზით რომ აი საფრანგეთში თავები დააჭრეს ფეოდალებს მასიურად ინგლისშიც ასევე მოხდა უფრო მანამდე იქ მეფეს მაგრამ მანამდე იყო მთელი ისა ბრძოლები ერთმანეთს მოსრიგავლის იქ ფეოდალურმა მმართველმა წრეებმა აი ასე მოხდა მაგრამ საერთო ჯამში მაინც კაპიტალიზმის ფეოდალიზმის წიაღში არის ჩასახული აი ქალაქები განვითარდა ხელოსნობა რომელიც მოიქცა ქალაქებში აი ცენტრებში ეს უკვე ბურჟუაზიის კაპიტალისტური საზოგადოების საწყისები იყო რომელიც განვითარდა სხვადასხვა მეფის ხელისუფლება იმათ უწყობდა ხელს ერთიანი ბაზრის შექმნა მეფის ხელისუფლება ერთიანი ბაზრის შექმნა ერთი ქვეყნის პარლებში მეფის ხელისუფლება ცენტრალიზებული ხელისუფლების განვითარების გზით ხდებოდა და ის ეკნებოდა ქალაქის მოსახლეობას და ბურჟუაზიას თავიდან მაგრამ მე ამ ბურჟუაზიამ თვითონ მეფეებს მოაჭრა თავი და ჩვენ ვღებულობთ ბურჟუაზიულ საზოგადოებებს ინგლისში, საფრანგეთში და ნაპოლეონმა ეს განავრცო მთელ ევროპაში მერე. და სოციალისტური საზოგადოება ამ თვალსაზრისით ფეოდალიზმი არის კაპიტალიზმის დედა. წარმოშობ. და სოციალისტური საზოგადოება კაპიტალიზმის წიაღში ჩაისახება, რა თქმა უნდა, სხვანაირად ციდან კი არ ჩამოვარდა ეს, არც სოციალისტური საზოგადოება ჩამოვარდნილა ცილად, არც კაპიტალისტური მანამდე და არც ფეოდალური მანამდე. ის რაც აქ არის, იმისგან ვითარდება ეს. აქ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სოციალიზმის დედა არის კაპიტალიზმი. ანუ კაპიტალიზმის წიაღში ვითარდება სოციალისტური საზოგადოება. და ეს, რომ ეს მაინც და მაინც რევოლუციის გზით უნდა მოხდეს პროლეტარიატმა უნდა მოახდინოს რევოლუცია, შეარაღებული აჯანყების გზით უნდა მოვიდეს კომუნისტური პარტიები ყველგან და ამის გზით უნდა დამყარდეს სოციალისტური საზოგადოება და კერძო საკუთრების ის უნდა მოხდეს უნშტაჟენი, ესე განადგურება, ეს არის დოგმატური მიდგომა. რომელმაც იმძლავრა საბჭოთა მარქსიზმში და საბოლოო ჯამში გამოიწვია საბჭოთა მარქსიზმის დამარცხება, იდეოლოგიური დამარცხება და კონვერგენციის აი მახინჯი გაგება იმან გაიმარჯვა გორბაჩოვის თავში და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თავში. ორივე ხელი აწიეს და დაუთმეს სოციალისტური საზოგადოება. ახლა მე ესე იგი დავამთავრებ ამ იმას. და რა უშველა, რა მუშველა იმას, რა ქვია, რატომ ჯერ ერთ საბჭოთა კავშირის დაშლამ უშველა. სოციალისტური სისტემის დაშლამ. ბაქარმა რაც აღნიშნა, რომ ესე იგი შეზღუდული იყო უკვე კაპიტალიზმი და ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიდა და იხჩობოდა. ვინ აღჩობდა მას? სოციალისტური სისტემა, რომელიც მიდიოდა წინ, საწარმოძალები განვითარდა. სიუხვე იქნებოდა ბატონო ჩემო და თანდათანობით შეუზღუდა კაპიტალიზმის არეალი, მოქმედების არეალი. და საბჭოთა კავშირის დაშლამ, სისტემის დაშლამ, რა თქმა უნდა, გაუხანძლივა სიცოცხლემა, ერთმა მომენტმაც გაუხანძლივა სიცოცხლე. კერძოდ იმან, რომ დასავლეთში საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, აი ეს ტექნოლოგიური წინსვლა მეცნიერული ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც მოხდა 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში და რომელიც უკავშირდება ელექტრონულ ტექნოლოგიებს და რომელიც უკავშირდება წარმოების, ესე იგი, ავტომატიზაციის პროცესს. ეს იქ მოხდა. შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპაში, იაპონიაში. და აი ამას ვერაობა ფეხი საბჭოთა კავშირმა, 80-იანი წლების საბჭოთა კავშირმა, ანუ შრომის ნაყოფიერების ამაღლება კაპიტალისტური წარმოების ფარგლებში ამანაც უშველა კაპიტალისტურ სისტემას და დღემდე მოვიდნენ ისინი. და ჩინეთი, რომელიც იძულებული გახდა, რომ ჭიშკარი ღიად ესე გაეღო ეს თავის ბრალი იყო სხვათაშორის მე ხრუშოვის ბრალი იყო მაგრამ პირველ რიგში ჩინური მხარის ბრალი იყო ის ჩამოშორდა საბჭოთა კავშირს და იძულებული გახდა ამერიკული კაპიტალისთვის გაეღო ჭიშკარი და ჩინეთი იმ ნეოლიბერალური კაპიტალისტური სივრცის ნაწილი გახდა
მაგრამ ჩინეთში იყო თავარი განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ ჩინეთის საზოგადოებას იმ კაპიტალსაც, რომელიც შევიდა ჩინეთში, მართავდა სახელმწიფო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით ერთიანი გეგმის ფარგლებში. ეს უპირატესობა ჰქონდა და ის მდგომარეობა, რაც კაპიტალიზმი შეექმნა საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის სახით, აი ჟანგბადის ნაკლებობა, სივრცის ნაკლებობა, უკვე ჩინეთმა შეუქმნა მას დაახლოებით ეს იგრძნობოდა უკვე 2010-იანი წლებიდან. და ტრამპის მოსვლა შემთხვევით არ იყო 2016 წელს. ჩინეთთან ეკონომიკური სერიოზული ომი ტრამპმა დაიწყო თავის დროზე. და არა იმან რა ქვია ნეოლიბერალურმა მმართველობამ. და დღეს აგრძელებს რატო? იმიტომ რომ თავარი დაპირისპირება არსებობს დღევანდელი დაპირისპირება ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. კაპიტალისტურ სამყაროსა და სოციალისტურ ჩინეთს შორის. ესაა ამ ეპოქის მთავარი შინაარსი. და რომელსაც რა თქმა უნდა აქ შანსი არ აქვს კაპიტალის, აქ შანსი არ აქვს, იქ კონსერვატორები მოვლენ, ლიბერალები მოვლენ, თუ რას გააკეთებს კაპიტალიზმი, მას უკვე ისეთ მდგომარეობაშია კაპიტალისტური სისტემა, რომ ცუქცვანგის მდგომარეობაში, რაც არ უნდა გააკეთოს, ის მდგომარეობა გაუარესდება. იმიტომ რომ ისტორიულად შეზღუდულია კაპიტალიზმი. ეს აუცილებლად წარსულს ჩაბარდება და AfD ახსენე. AfD, რომელსაც ხარი დაუჭირა ილონ მასკმა. ილონ მასკი არის ერთ-ერთი მთავარი მმართველი შეერთებულ შტატების ტრამპთან ერთად დღეს. ილონ მასკმა ხარი დაუჭირა აშკარად AfD-ს ლიდერს. რა გვარი ეს კალი? ვინც არ უნდა იყოს, ლამაზ კალბატონი როა. ეს კალბატონი კონსერვატორების საყურადღებოდ ვამბობ. ამ კალბატონს ურთიერთობა აქვს ქალთან. ერთად არიან ოჯახში. ლესბიანკა ერთ სიტყვით. და თავარი კონსერვატორი ამერიკის ადმინისტრაცია ტრამპის სახით, ილონ მასკის სახით ამ კალბატონს უჭერს ხარს. მინდა რომ საქართველოს საკითხზე გადმოვიდეთ, აი ბაქარ სოციოლოგიურად ეს მაინტერესებს ახლა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს ზოგადად ნეოლიბერალური სისტემა არის ცენტრალიზებული და ჩვენი სტრუქტურაც, როგორც მომხმარებლური საზოგადოების სტრუქტურა ჩამოყალიბებული არის ისე, რომ ვიღაც ცენტრზე უნდა ვიყოთ მიბმული. ანუ ჩვენ ეხლა ყოველ შემთხვევაში არ შეგვწევს, შეიძლება ვისაუბროთ რა პოტენციალი გვაქვს, რომ მომხმარებლიდან ისევ გადავიდეთ მწარმოებელ საზოგადოებაზე, მაგრამ რეალობა ჩვენი ის არის, რომ ჩვენ ვართ ეხლა მომხმარებელი საზოგადოება. გვჭირდება ცენტრი, ვისაც ჩვენ მივართმევთ წვენს და ისინი გადმოგვიგდებენ ფოჩიან კამფეტებს. ანუ ესეთი სტრუქტურა გვაქვს ახლა. ხო, ამ შემთხვევაში კი, დასავლეთ ევროპას თავისუფლად შეუძლია, რომ მიეკედლოს და გადავიდეს მთლიანად შეერთებული შტატების ორბიტაზე. ჩვენ სხვანაირი პრობლემები გვაქვს, ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი საზოგადოება რად გარდაიქმნება შენი გადმოსახედიდან და თუ ვერ გარდაიქმნება, მაშინ სად უნდა მივეკედლოთ, ანუ ჩვენი სტრუქტურით, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, რო გვჭირდება, რომ ვიღაცას მივეკედლოთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვერაფერს ვერ ვაწარმოებთ, საით უნდა განვითარდეს. ეგ რთული კითხვა, ასე ვთქვათ და მაგაზე ჩვენ არ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ერთგვარი ზუსტი მსჯელობა განსაზღვროთ, მაგრამ შეგვიძლია რაღაცები ვივარაუდოთ. ხა წერან თემურმა ძალიან საინტერესოდ ახსნა ის, ასე ვთქვი, ეს მარქსისტული მოძღვრებით, ხო, რომ სოციალური ფორმაციების ისტორიული კანონები, ხო, ყველაფერი იწყება რაღაცა პრიმიტიული, ასე ვთქვათ, ეპოქიდან, პირველ ყოფილი საზოგადოებიდან, შემდეგ უკვე მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, კაპიტალიზმი და შემდეგ უკვე სოციალიზმი, რომელიც ამ ისტორიული კანონების გაგრძელება, ასე ვთქვათ, ხო? რაღაცნაირად ეს ახლა ეს მაკრო პერსპექტივიდან მიკრო პერსპექტივას ჩვენს პერსპექტივას გვჩანო გადმოვიტანოთ. ესე იგი, ჩვენ საზოგადოება, რომელიც არის, ასე ვთქვათ, რომელმაც გარკვეულწილად განვლო, ასე ვთქვათ, ყველაზე რთული გზა კაპიტალიზმის, გარკვეულწილად ალბათ, ესე იგი, ახლა ნახეთ, თავი არის, რომ ის პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის სოციალური დიალექტიკა, რაც დაეფუძნა აი მასობრივ პრივატიზაციას, შრომითი ურთიერთობების ნეოლიბერალურ ტრანსფორმაციას,
დერეგულაციას, კეთილდღეობის ინსტიტუტების მოშლას, რომელიც იყო, ამან შექმნა გარკვეული ტრამვირებული წარსული, ასე ვთქვათ, რომლის გადაფასებაც უკვე არის წინ ვერაფერი ვეღარ დაუდგება ამის გადაფასებას რა. მაგრამ იმისაც რომ საზოგადოება შეცვალოს რაღაც, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში, საშინაო პოლიტიკაში და გარდაქმნას საკუთარი თავი და რაღაც ასე ვთქვათ, ესე იგი პროგრესის გზას დაადგეს ან ისეთ გარდამტეხ სოციალური ცვლილებების გზას დაადგეს. ესე იგი პირველ რიგში საჭირო რომ საჭირო რომ შეიცვალოს ეს იდეოლოგიური წარმოდგენები საზოგადოებისა და პოლიტიკის შესახებ. ეს სწორად აღნიშნა წევრმა, რომ ის ნეოლიბერალური წარმოდგენები, რომელიც ჩვენ შარი, აი იმის დეკონსტრუქცია, ანუ ამის განდევნა უნდა მოხდეს რა. ტრამპი აკეთებს მაგას ახლა. ხო, თვითონ ტრამპი აკეთებს. კი, მაგრამ იმიტომ აკეთებს, რომ კაპიტალიზმის კრიზისში და ცდილობს მის გადარჩენას. მის გადარჩენას, კი. ჩვენი ამოცანა ახლა სხვა არის. ჩვენი ამოცანა არის, როგორ შეიძლება ჩვენ ნახეთ, ქართულ საზოგადოებას ძალიან საერთოდ და ეს ძალიან კაია რა, ქართულ საზოგადოება ისტორიულად, სოციალურ, ასე ვთქვათ, კეთილდღეობაზე ორიენტირებული არის რა. ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდია მოთხოვნა ისეთი იდეალების უნდა, როგორც არის მშვიდობა, კეთილდღეობა, განათლება, მეცნიერება და ასე შემდეგ. და აი ეს სფეროები, ამ სფეროებიდან უნდა დაიწყოს ცვლილება. აი იგივე განათლება, მეცნიერება, ხო? ნახეთ, თუ არ შეიცვლება აი კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეში არსებული წარმოდგენები, აი თუ არ მოხდება სწორი შეფასება პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის, რომელიც ჩვენ ქონდა, ანუ თავად თუ არ გაიგო საზოგადოებამ თუ რაში ცხოვრობდა, მას გაუჭირდება შემდეგ დასახოს საომავლო განვითარების გზები. მაგრამ ამას თავისი საზოგადოება ვერ გააკეთებს, ხო? ამას აკეთებს აი მაგათ საბჭოთა კავშირში როგორ იყო, მაგრამ ძალიან კარგად იყო განაწილებული ეს ფუნქციები, ხო? რა თქმა უნდა, თავად ძალას წარმოადგენდა მუშათა ფენა, მაგრამ ინტელიგენციის და მეცნიერების მიზანი იყო კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საზოგადოების და სოციალური რეალობის ახსნა მისთვის, ასე ვთქვათ, ხო? არა, ცნობილია, რომ მაგალითად თელი რიგი სამეცნიერო საზოგადოებების წევრები საღამოობით ლექციებს ატარებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინდუსტრიულ ადგილებში, ხო? და იყო ზოგადად ეს შეკრებები და არაფორმალური შელობები და ამიტომ ამიტომ საჭიროა რომ ესე იგი დაიწყოს ახალი კულტურული პროცესი საქართველოში, რომელიც გარდაქმნის აქამდე არსებულ შეხედულებას. პირველ რიგში კულტურულ სივრცეში და საზოგადოებრივ სივრცეში. მაგალითად ძალიან კარგია რომ ეხლა ვთქვათ დაანონსდა ის ხო რომ შეიქმნება საუნივერსიტეტო რეფორმების კომისია რა. ოღონდ კარგია იმ გაგებით რომ ვთქვათ თავდაპირველი განცხადება იყო რომ ვთქვათ ეს ლიბერალური ასე რომ ვთქვათ იდეოლოგიზაცია, ასე ვთქვათ, აკადემიური სივრცის. ეს თუ მოხდება, ეს და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ იმისაც რომ ეს მოხდეს, აუცილებელია რომ ამას ასევე ამ პროცესს ის ადამიანები უდგნენ სათავეში, რომლებიც კრიტიკულად რეფლექსირებენ საქართველოს ლიბერალურ წარსულზე და მის გამოცდილებაზე, ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება თავადაც იყვნენ რაღაცის ნაწილი, მაგრამ მათმა სოციალურმა გამოცდილებამ, გარკვეულმა ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკაში ყოფნა მათ გარკვეული გაკვეთილებით სასწავლა, ასე ვთქვათ, ხო, რომ არ არის ყველაფერი ისე, როგორც ეს წარმოდგენილია, იმიტომ ჩვენთან აქამდე ეს წარმოდგენები იყო, ხო, რომ ყველა სივრცე უნდა იყოს ლიბერალური იდეოლოგიური კონსტრუქტიზმზე დაფუძნებული, როგორც განათლება, ასევე ეკონომიკა, ასევე პოლიტიკა. აი ეს, ანუ თავი უნდა დაიწყოს ეს ცვლილებები თვითონ პოლიტიკურმა კლასმა უნდა გარდაქმნას თავი, მაგრამ ეხლა ოპოზიცია ესე არ გადაარქმნის თავის თავს, ეს გამორიცხულია, ამიტომ ასპარეზი რჩება ქართულ ოცნებას, ასე ვთქვათ, რომ გარდაქმნას ეს პროცესი. მაგრამ თავარი პრობლემა ბაქარ იმაშია, რომ აი იმაში რაც მასკმა თქვა და მასკს რო აჯაბსანდალი აქვს, თავში ისეთი აჯაბსანდალი აქვს ყველას დღეს და მათ შორის ქართულ ოცნებას, რომელიც დღეს მართავს საქართველოს იდეოლოგიურადაც, ეკონომიკურად და ყველანაირად. ჩვენ საბედნიეროდ გადავრჩით, ხო? იმ ფაშისტური რევანშისგან გადავრჩით. გუშინდელმა დღემაც ეს დაადასტურა, ესენი წავიდნენ, ეს ოპოზიცია წავიდა აშკარა, ესე იგი, ისეთ რამეზე, რომელიც არის არევ-დარევა ქვეყნისა. ცენტრალური მაგისტრალის, სასიცოცხლო მაგისტრალის გადაკეთვაზე წავიდა ეს ოპოზიცია, ეს მართლა ანტიქართული მტრული ძალა. და ქართულმა ოცნებამ მოახერხა წარმატებით აი ამ პრობლემის მოგვარება.
და ძალიან ესე იგი მკაცრი უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება ასეთი მოქმედებების წინააღმდეგ. მე მივესალმები პოლიციის მოქმედებას და ქართული ოცნების მოქმედებას აი ფაშისტური, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ლიბერალური ძალის მიმართ. მაგრამ ვერ მივესალმები ქართულ ოცნებაში არსებული აი ამ ახალ იდეოლოგიურ მიმართულებას, რომელიც დაახლოებით ისეთივეა, როგორც არის, რაც ტრამპის თავში ტრიალებს, რაც იმის თავში ტრიალებს, რა ქვია, მასკის, ილონ მასკი, რომელმაც იუსაიდი მარქსისტების ბუდეთ განაცხადა, ესე იგი გამოაცხადა. თურმე იუსაიდი არის მარქსისტები. თავარი პრობლემა რაშია, იცით თუ ლიბერალიზმი ან ნეოლიბერალიზმი გამოცხადებულია ჩვენთან მარქსისტულ მიმდინარეობად, მემარცხენე მიმდინარეობად. და ეს LGBT-ები და ეს რა ქვია, ეს რომელიც შემოტანილია ფაქტიურად მარქსისტულ დისკურსში სპეციალურად იმისათვის რომ დააბნიონ ხალხი და კლასობრივს მოაშორონ და მთავარს მოაშორონ, აი ეს გამოცხადებულია მარქსისტულად და მემარცხენე მიმართულებად. რასაც ხარს უბანს ქართული ოცნება და მისი მთავარი იდეოლოგიური ვინც არიან ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ეს არის მარქსისტული, ეს არის ბოლშევიკური და ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ ისეთი აბსურდულ რაღაცას, როგორიცაა ბოლშევიკური ფაშიზმი. კომუნისტური ფაშიზმი, ფაშისტური კომუნიზმი. იმან რა ქვია, ვაიდელი გამახსენდა ეგ ალბათ ლესბიანკა არის ვაიდელი, კონსერვატორებო. ლესბიანკა ქალთან არის სიყვარულობაში. დაუჭერს ქართული ოცნება ვაიდელს, გაყვება, კი ბატონო, დაუჭირეთ ხარი ვაიდელს, რომელიც ერთდროულად არის კონსერვატორი. როგორ ეტევა ეს? თავში მე არ მესმის. მე კი მესმის, მაგრამ თქვენ როგორ დატევთ? ერდები, როგორ მოაბალთ ამას თავს? ამაშია საქმე. აი ამაზე მინდოდა რომ მეთქვა ამ მახეზე როგორ შეიძლება რომ ანუ ამერიკული საზოგადოება ამ მახეში ჩავარდება, იმიტომ რომ არ უნახია არ აქვს ის წარსული, საბჭოთა წარსული, სოციალისტური წარსული და გონია რომ ეს დიდი დაპირისპირებაა მართლა რაღაცა ტრამპსა და იმის შორის არის მახე ჩვენთვის ამ შემთხვევაში. ანუ რამდენად შეგვიძლია ჩვენ თავი დავიცვათ როგორც საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს არის უმარტივესი მახეა. სოფლიო ბატონის თავარი პირი პირდაპირ ყინულს გიჭრის და გეუნება მე გამომყევი. ერთი მომენტია. უმარტივესი ჩასავარნი მახეა, ხო? აი ერთი მომენტია, რაც ბაქარმა თქვა, რომ აი მარქსმა ერთხელ თქვა, რომ მარქსისტებს რო გადახედა, მარქსიზმი რო გავრცელდა და ამ თეორიამ პოპულარობა მოიპოვა მშრომელთა ფენებში ევროპაში და შესაბამისად ის პოლიტიკაშიც გადავიდა და პარტიებიც კი იქნებოდა ამ თეორიის საფუძველზე, რო შეხედა ამ მარქსისტებს ერთი ამბიციო, მე მარქსისტი არა ვარ. იგივეს გაიმეორებდა სტალინი დღეს. რომ ამ სტალინისტებს რო გადაიხედა დღეს, რომლებიც მომრავლებულია საქართველოში და რუსეთში და ყველგან, სადაც კი გარკვეული რეაქცია არის ნეოლიბერალური კაპიტალიზმის წინააღმდეგ. აი სტალინი იტყოდა, რომ ეს სტალინისტი არა ვარ რა. და სტალინელი ერთი კი ვიციო, აი ამას იტყოდა ზუსტად მარკს გაიმეორებდა. იმიტომ რომ აი ეს აჯაბსანდალია, რა თქმა უნდა, თავებში ეს უნდა დაიწმინდოს. რა არის სოციალიზმი? რა არის საბჭოთა ტიპის სოციალიზმი? რა ესე იგი რა იყო სტალინური ეკონომიკური პოლიტიკა სინამდვილეში? და რატომ იყო რომ სტალინური ეკონომიკური პოლიტიკის და შესაბამისად იდეოლოგია ვერ იტანდა ლიბერალიზმს? რატო შემოვიდა ლიბერალიზმის აი ეს ზარაზა, როგორ იქნება აი ეს ხო დაავადება საბჭოთა იდეოლოგიაში 70-იან 80-იან წლებში? როგორ შემოვიდა ეს? აი ამის ანალიზის გარეშე ჩვენ ძალიან ძნელი იქნება რომ საქართველოში მოხდეს დაწმენდა ამ ბაქარის სწორედ მაგაშია რომ აი მთავარი ამოცანა ჩვენი დღეს არის იმისა რომ განსაზღვროთ კარგად ნათლად თუ რა საზოგადოებას ვაშენებთ. რა არის სოციალისტური საზოგადოება? არის კი ჩვენი მიზანი, ის მიზნები, რომელიც გამოცხადებულია მართველი ძალის მიერ, ეს მიზნები შესაბამება თუ არა საქართველოს ინტერესებს, მომავალი თავის ინტერესებს. თუ ისევ ჩვენ ხედავთ, რომ მოგების ინტერესებია დომინანტი და მოგების ინტერესებიდან გამოვდივართ ჩვენ, როცა ჩვენ გეგმავთ ქვეყნის განვითარებას. სამწუხაროდ ასეა, თუნდაც ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელსაც ახლა ჩვენ როგორც ქვეყნის გადარჩენად ისე
ესე გამოა ქართული ეს გარკვეულ სტაბილიზაციას რა თქმა უნდა მოიტანს ეკონომიკის სტაბილიზაციას, მაგრამ რა ინვესტიციაა? წარმოების სფეროში არის ეს ინვესტირება? რეალურ ეკონომიკაში არის ინვესტირება? ერთი საწარმო არის 6 მილიარდში გათვალისწინებული? გადამამუშავებელ მრეწველობაში 9.5% არის ეკონომიკური ზრდა. რა სფეროებში? დასაწყობების სფეროში, ტრანსპორტის სფეროში, ესე ფინანსური სფეროში ზრდა, აი ამ სფეროებში, მომსახურების სფერო ფაქტიურად განაპირობა 9.5%-ის ზრდა და რომელ სფეროშია, იცით ისა, უკუსლა? არის გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში არის უკუსლა, ანუ იმ რეალური ეკონომიკაში ჩვენ უკუსლა გვაქვს. და ამას წარმოგვიდგენენ ის რაც ესე იგი არის 9.5% სინამდვილეში ეს ეკონომიკური წინსვლა მე მაგალითად ამას მე ზუსტად ვიცი რომ ეს არ არის ეკონომიკური წინსვლა. ამიტომ უნდა მოხდეს გადაფასება რასაც ბაქარი ამბობს აი ნეოლიბერალური პოსტულატების იმ მიზნების გადაფასება მაგრამ არა კონსერვატიული პოზიციებიდან. იმ პოზიციებიდან როგორიც აქვს დღეს ილონ მასკს და დონალდ ტრამპს. რომელიც გამოიხატება ისეთ რაღაცა აბსურდულ განცხადებებში, იქაც ჩანს, რომ ეს სისტემური მიდგომა არ არის. აი, ისე დაუბრუნდები კითხვას, ბაქარ, აი, როგორ შეიძლება, რომ საზოგადოება ამ მახეს, იმიტომ რომ მართლა ისეთი ტყვილი მახი არის, გამზადებულია, მიდის ამერიკამ შეიცვალა კურსი, მიდის ამ კონსერვატიულ რაც არ უნდა იყოს ეს კონსერვატიზმი. და მთელი ეს ახალგაზრდები ფანები არიან ამ ილონ მასკის და ესეთი ხალხის, ძველგაზრდები არიან ფანები ამ დონალდ ტრამპის და ესეთი ადამიანების, როგორ შეიძლება ქართული საზოგადოება არ ჩავარდეს იგივე მახში, რაშიც მეორედ ჩავარდა ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოება. კი შეიძლება უკეთესი არავინ არ იყო, მაგრამ ამის ერთადერთი პასუხი არის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და სუვერენული. ძლიერი უნდა იყოს. და ის რომ კონდეს, ასე ვთქვათ, ესე იგი რეალურად კონდეს მისი ინტერესები წინ პრიორიტეტული და არა ვთქვათ რაღაცა გლობალური ცენტრების. ანუ ეს სიძლიერე და სუვერენიტეტი არ არის, ასე ვთქვათ, ფორმალური სიტყვები, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები არის, რომ სუვერენიტეტი განსაზღვრავს სახელმწიფოს სიძლიერეს და პირიქით. და აუცილებელი არის გარკვეულწილად პოლიტიკური ცნობიერებისა და პოლიტიკური ცოდნის ზრდა საზოგადოებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და ისევ და ისევ ეს უნდა გაკეთდეს სხვა როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული აპარატიდან, ასე ვთქვათ, სახელმწიფოსი რა. იმიტომ რომ ამ საზოგადოება თავისით შეიძლება ვერ გაცნობიერდეს რაღაცაში. თუ ამის გარკვეული წკიდა წყარო არ შექმნია ამ გაცნობიერების. იგივე ხა მარქსიზმთან რო ლაპარაკობთ, ხო ძალიან მართლასაში ტენდენცია ის USA და თუ ვინმე არის პირველი მტერი სოციალიზმის ისტორიულად იყო USAID და მსგავსი ტიპის ინსტიტუციები ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ეს კარგად ნაცნობი ხერხია, რომელიც იომზოს იყენებდა დასავლური იმპერიალიზმის კულტურული აპარატი. როდესაც ასე ვთქვათ, დასავლელ მეცნიერებს, რომლებსაც ჰქონდათ კაპიტალიზმისგან კრიტიკული ხედვები, მაგრამ თან ანტიკომუნისტური ხედვები, იყვნენ მოაზრებული მარქსისტებად. აქედან დაიწყო მარქსიზმის, ასე ვთქვათ, რეპუტაციის შელახვა. მაგალითად, ფრანკფურტის სკოლა, რომელიც არ იყო მარქსისტული და რომელიც ჩინარში ანტიკომუნისტური იყო. მაგრამ იმიტომ რომ ფრანკფურტის სკოლას ჰქონდა კულტურული კრიტიკა კაპიტალიზმის, ამიტომ ის მიიჩნიეს მარქსიზმად, რაც იყო ძალიან დიდი შეცდომა და მარქსიზმმა სერიოზულად გაუტეხა ამას სახელი. იგივე ვთქვათ, ჰერბერტ მარკუზე, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი, ხო, ფრანკფურტის სკოლის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი და ახალგაზრდებში პოპულარული, ხო, როგორც ცნობილი გახდა, შემდეგ ცენტრალური დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა, ხო? და მთელი ფრანკფურტის სკოლის უმეტესობა იყვნენ დაკავშირებული დასავლური იმპერიალიზმის კულტურულ აპარატთან. მათი ნაწილი იყო ის, ასე ვთქვათ რა. და შემდეგ და აქედან წამოვიდა, საერთოდ აქედან აქვს მასკსაც ეს არასწორი წარმოდგენები. ეს არის ცივი ომის დროს ნაწარმოები წარმოდგენები. რომ საბჭოთა სოციალიზმი, საბჭოთა მარქსიზმი დაუპირისპირდნენ დასავლური მარქსიზმი, რომელმაც რა თქმა უნდა უარყო კლასობრივი საკითხი, წინ წამოაყენა იდენტობის პოლიტიკა და დღეს ესე იგი იდენტობის პოლიტიკის მომხრები ვინც არიან, ისინი ახმული არიან მარქსისტებად. რა თქმა უნდა, ამას არანაირი საერთო არა, ეს პირიქით მარქსიზმის ღალატია და სოციალიზმის, რომელიც ემყარება პირიქით, ასე ვთქვათ, სხვა შორის ეროვნული სუვერენიტეტის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ორიგინალურ მარქსიზმში რა. რაც საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი უკვე ევროპულ მარქსიზმში, ეს სუვერენიტეტის საკითხი. ხო? ამიტომ აი ეხლა ესე საჭიროა რომ ის რომ საზოგადოება ახალ ხაფანგში არ დაეგოს, საჭიროა რომ სრულიად შეიცვალოს
სოციალური და პოლიტიკური დიალექტიკა ჩვენი ყოფიერების, ასე ვთქვათ რა. ხო, რაღაცები უნდა გადაიხედოს და ვინ უნდა გააკეთოს ეს ვინმე, რომ ამ შემთხვევაში ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ რა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ადამიანებს კონდეთ, მაგალითად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს განათლებისა და მეცნიერების იმგვარ ტრანსფორმაციას, რომ მეცნიერებმა ახსნას ობიექტური სინამდვილე და არა იმსჯელონ თქვათ რაღაცა ბურჟუაზიული ლიბერალური ილუზიებით ყოფიერების შესახებ. მათ ობიექტური სინამდვილე უნდა ახსნან. რატომ მარქსისტული სხვა შორის მოძღვრებაც და სწავლებაც ამ გაგებით სხვათა შორის მიუხედავად რომ ბევრს მიაჩნია რომ ეს არის იდეოლოგიურად სუბიექტური. არ არის სინამდვილეში ეს არის სოციალური სინამდვილის ობიექტური ახსნა. მარქსისტული სწავლება ზოგჯერ თვითკრიტიკულიც არის და ბევრ რაღაცების მიმართ თქვათ ბევრ რაღაცებს განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებს და ასე შემდეგ, ხო? სწორი. და დაუბრუნდით ხა ობიექტურ რეალობის ახსნაზე და არ შეიძლება რომ ამ თემას რა ვიცი არ შევეხოთ, იმიტომ რომ მე მგონი უკვე მიდის ბოლომდე ეს საკითხი და მინდა რომ რუსეთ-უკრაინის საკითხს შევეხოთ, ხო? რეალურად მოხდა ისე მართლა ამ ორ წელიწადში რომ რაღაცა ილუზიებით, არ ვიცი თავისი სურვილით თუ როგორღაცა ესე შეიქმნა ესეთი ჯგუფი თუ ბაბლებს რო ეძახიან თუ რაღაც რო ამდენი ხანი 2 წლის მესამე წელი სრულდება რომ 3 წელი ადამიანები ფიქრობდნენ რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებდა. ან მართლა ფიქრობდნენ უკრაინა რუსეთს ამარცხებდა და დგება მომენტი, როდესაც ამ რეალობას უნდა ეს საზოგადოება დაეჯახოს და სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ან შეიძლება უბრალოდ ძალიან ხმაურიანი იყო ამ სოციქსელებში და იმაში, მაგრამ რეალურად მე მგონია რომ ძალიან დიდ საზოგადოების დიდ ნაწილს დააჯერეს რომ ესე ხდებოდა. ანუ ამ შემთხვევაში ჩემი კითხვა არის რა ამ საზოგადოება ამ ყველაფერს რომ მიიღებს თუ არა. შემდეგ როგორ ხდება ისევ ინტეგრაცია ობიექტურ რეალობასთან այդ საზოგადოების. როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, შემდეგ ისევ ამ საზოგადოების ხმაურიან საზოგადოების დღის წესრიგზე უნდა ვიცხოვროთ, შემდეგი კრიზისი როგორც კი დაგვემთხვევა, თუ რა სახით შეიძლება მე საზოგადოებას რომ თავი დაიცვას ასეთი შემდეგი ავანტურისგან. რომ შიგნით ესეთი განხეთქილება აღარ მოხდეს სიგიჟეზე. ეს შეკითხვა ბაქართანად თუ ორივესთან. დაიწყე. ნუ ახლა უკრაინასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ეს არის ძალიან მძიმე ურთიერთდაპირისპირება. ასეულობით 1000 ორივე მხარეს დაღუპული. და ამან რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოება დახლიჩა და ჩვენთან ძალიან მძიმე პროცესები განვითარდა უკრაინასთან დაკავშირებით. და ქართულმა ოცნება ვერ დაიცვა ქართული საზოგადოება ბოლომდე იმიტომ რომ თვითონ იყო სუსტი და გასაგებია ჩემთვის რომ მათ პირდაპირ აშკარად ომს ვერ დაუწყებდნენ პროამერიკული ამ სერიოზული პლატფორმას მაგრამ ასეთი ფრიალი გაცო უკრაინების დროშების დღესაც ახლა რო გადავხედოთ ზელენსკი არის გამოკიდული იმედის იმაზე რა ქვია საინფორმაციო გადაცემებში და მაესტროში და კიდევ რა ვიცი რომელსაც აკონტროლებს ქართული ოცნება როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ეს გასაგები ახლა მე მაინც მინდა დაუბრუნდე იმას რა უნდა გაკეთდეს საქართველოში რომ ჩვენ საზოგადოებაში მოხდეს სწორი განსაზღვრა პრობლემის სწორი დაყენება საით წავიდეს საზოგადოება როგორ მოვახერხოთ ჩვენ ამ უმძიმესი სოციალური მდგომარეობის დაძლევა როგორ მოვახერხოთ მიგრაციის დაცვა უმუშევრობის დაძლევა ხელფასების ზრდის პრობლემის მოგვარება ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნა რომ ჩვენ ესე იგი ქალბატონები რომელიც იტალიაში მუშაობენ თუ საბერძნეთში მუშაობენ დავაბრუნოთ ახალგაზრდები დავაბრუნოთ ევროპიდან ის ახალგაზრდები რომლებიც იქაც არიან და აქაც არიან და ცუდ გზას დაადგენენ მათი ბრალი კი არ არის რომ ესე იგი ბევრი მათგანი ქურდობის გზას დაადგა ზოგი წამალს იკეთებს რამდენია დაღუპული იქ წასული და დაღუპული აქაც როგორია ნარკომანიის ესე იგი შემოტევა არის შემოსევა არის და სადაც დემოგრაფიული პრობლემები საქართველოს დაღუპვის პირას არის
და როცა ქართული ოცნება 6 მილიარდიან კაპიტალს გარედან შემოსულ კაპიტალზეა საუბარი, კი ბატონო, გასაგები ეგ დასაქმდება ეგ მრავალი ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, არ ვიცი, ისიც არ ვიცი, არის ეს გარანტირებულად. შეიძლება ის არაბული კაპიტალი იქ რაღაც ისეთი ის აქვს ჩადებული, რომ ადგილობრივი მუშახელი შეიძლება არც მცირე ნაწილი დასაქმდეს, ისე როგორც ჩინურმა კომპანიებმა გააკეთეს ჩვენთან. ესეც ხო არ ვიცით. ჯერ ერთი ეგ 6 მილიარდიანი ისა არ უნდა იყოს ეს საერთო სახალხო განხილვის საგანი. თუ ასე შემოვარდეს უნდა ქართულ საინფორმაციო სივრცეში. უნდა იყოს რა თქმა უნდა. ჩვენ მივესალმებით ამას. კი ბატონო, მაგრამ შიდა ეს რესურსების მართვა, შიდა კაპიტალის დაუშვათ იმ სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი პოლიტიკა, რა ჩვენ შიდა ინვესტიციებზე საერთოდ არ არის საუბარი. კი ბატონო, კაი, არაბი შემოვიდა თავისი ფულით და ის აბანდებს ბინების შემებლობაში, რესტორნების შემებლობაში, აი მაღალი რანგის რაღაცა ისეთი სივრცეების შექმნაში, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ნამდვილად ვერ იყიდის იმას და იქ ვერ შევა, ვერ იცხოვრებს და იქ ვერ დატკბება იმ სიკეთეებით, რომელსაც 6 მე დარწმუნებული ვარ, 6 მილიარდიანი კაპიტალი მოიტანს საქართველოსთვის. ის ეფექტი ექნება დროებითი, როცა ქართული მუშახელი ისე საეჭვოა, იქ დასაქმდება ადგილობრივი რესურსები იქნება იქ მშენებლობის პროცესში დაკავებული და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ რა ამითი საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურის გაუმჯობესება ხდება? ყალიბდება ის დარგები, აღდგება ის დარგები, რომ სადაც იქნება ადგილობრივი პროდუქცია, აი ამ მილიარდებით, რა თქმა უნდა არა. სად არის ეკონომიკური პოლიტიკა ახალი, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ეკონომიკის აღორძინებისკენ, ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნისკენ და იმ პრობლემების მოგვარებისკენ, რასაც ახლა მოვყევი. რა თქმა უნდა, პარადიგმები უნდა შეიცვალოს და კერძოდ პირველ რიგში უნდა შევეშვათ ანტისოვეტიზმს საქართველოში. საბჭოთა პერიოდის ისტორია, მათ შორის ეკონომიკური განვითარების პირველ რიგში, მე ახლა იმის მომხრე არა ვარ გაუმარჯოს, სტალინს გაუმარჯოს, ლენინს გაუმარჯოს, კომპარტიას და ასე შემდეგ, რაც იყო მაშინ. აი ესეთი რო იყოს ესა ყოველ ნაბიჯზე. რა თქმა უნდა, მაგრამ ობიექტური შეფასება იმ 70 წლისა რა მოხდა მაშინ საქართველოს ეკონომიკური განვითარება, თუნდაც ამ მიმართულებით მაინც უნდა მოიხსნას ტაბუ. უნდა ვიმჟელოთ და უნდა ავიღოთ ის პრაქტიკა, საბჭოთა პრაქტიკა ეკონომიკური განვითარებისა, რომელიც მაშინ იყო და დაუბრუნდეთ მას. თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც. კი ბატონო, არ გვინდა საბჭოთა ეკონომიკური განვითარების წარსული, დაუბრუნდეთ იმას, რაც ევროპაში იყო პოსტსაბჭოთა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აი სოციალური სახელმწიფო საზოგადოების მშენებლობის გზას. ჩვენი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით იწყება ასე, რომ ეს არის სოციალური სახელმწიფო. ავაშენოთ სოციალური სახელმწიფო მაშინ. მაშინ დავსახოთ ისეთი პარამეტრები საზოგადოებისა 5 წლის შემდეგ, 3 წლის შემდეგ და მივახციოთ ამ პარამეტრებს და ამ პარამეტრებს დაუქვემდებაროთ მათ შორის კერძო ბიზნესის რესურსები. შევუწყოთ ადგილობრივ კერძო ბიზნესს, რომელიც დააბანდებს თავის კაპიტალს რეალურ წარმოებებში, გადამუშავებელ მრეწველობაში დაუშვათ. აი უფრო კონკრეტულად ვიტყვი, აჭარაში რო არის ციტრუსები. მანდარი, რომელიც ვერ გაიყიდა წელს 20 კაპიკა და არ მიქონდათო თურმე 20 კაპიკა დაბარებდნენ, სახვეწარი იყო და დაულპა ესე იგი მანდარინები დალბა Z. არ მოხდა მისი ისა, რა ქვია, რეალიზება. არ შევიდა აჭარელი გურული თავის იმაში და არ დაკრიფა ის მანდარინი. იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა. რატო არ შეიძლება გადამუშავებელი წარმოების შექმნა, რამოდენიმე საწარმოს შექმნა, კერძო იყოს ისა, კი ბატონო. ხელი შეუწყოთ, სახელმწიფო თუ არ აქვს კერძოს შესაბამისი კაპიტალი, წილში შევიდეს სახელმწიფო. პენსიად და პენსიად, ან სოროგ და ტრიცად. და თითოეულ იმაში, რა ქვია, რაიონში ქობულეთში იქნება, ესეც განსასაზღვრია. არ არის პრობლემა ამაშიც. ყავთ ჩვენ სპეციალისტები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში. რამდენი საწარმოა საჭირო იმისთვის, რომ აი ეს ციტრუსები, პორტოხალი იქნება, მანდარინი თუ ლიმონი, გადამუშავდეს და ისეთ პროდუქცია მივიღოთ, რომელიც არ დალპება,
რომლის შენახვა შეიძლება უფრო ადვილად და რომლის რეალიზაცია შეიძლება საგარეო ბაზარში დანაკარგის გარეშე. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ და ეს შეუძლებელია თუ დარჩება ეს დისკურსი თუ დარჩება რომ სოციალიზმი ეს არის ისეთი სიტყვა, ისეთი ტერმინი, რომლის გამოყენება არის დანაშაული და საერთოდ დანაშაულია საბჭოთა წარსულზე დადებით ჭრილში საუბარი. ეს უნდა შეიცვალოს. მაგარ იგივე კითხვა. ნუ პირველ რიგში რაც თემურმა ახსნეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია და ცხადია ვეთანხმები. ეხლა შენ კითხვა უკრაინის ომთან დაკავშირებით. არა, მხოლოდ უკრაინის ომი მაგალითია იმის, ანუ თქვით რომ რეალობის აღქმა უნდა დავიწყოთ, ხო? ანუ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში, მოგწონს არ მოგწონს, ამიტომ ჩვენ მართლა დაგვიყვანეს იმ დონეზე, რომ უბრალოდ ეს რუსული სიტყვა რო გამოვიყენოთ, გვებალეშიკა ვიღაცისთვის, ხო? და თუ უკრაინას არ ბალეშიკობდი, აი მაშინ ახლა რუსეთისკენ ხარ. ეგრე გამოდიოდა. ხო და აი ამ რეალობის აღქმა და უბრალოდ საზოგადოებამ როგორ უნდა მოახდინოს განვითარება თუ პირველ რიგში მართლა არ აღვიქვით ჩვენს წინ რა დევს ამ შემთხვევაში და თუ რაღაც ილუზიებში ვიცხოვრეთ რაშიც ამდენი ხანი ვცხოვრობდით ხო აი ეს იყო რეალურად კითხვა ხო და ნუ პრინციპში მაგაზეც ვისაუბრეთ ახლა რომ მაგის რეალობის აღქმა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ძირეულ პოლიტიკურ და კულტურულ და ცნობიერებით მენტალურ გარდაქმნასთან რა ანუ ახალი ტიპის ასე ვთქვათ რეალობასთან მე მგონია რომ ესენი რომ ჩაგვეხსენ USA-დი და ესენი ამაში მოგვეხმარება ეგ ის არის და დავაკვირდეთ. ეგ როგორ იქნება, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაც არის ამერიკის მე ამგონია რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზოგადად ოდესმე უარი თქვას მის იმპერიალისტურ საგარეო პოლიტიკაზე. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ჭკვიანურად და ჩვენ უნდა გქონდეს ცოტა განსხვავებული აქცენტები საგარეო პოლიტიკაში, მაგალითად რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და საერთოდ ასე ვთქვათ იმ ასე ვთქვათ სახელმწიფოებთან დაახლოება, რომლებიც პატივსცემენ შენ სუვერენიტეტს და რომელიც პატივსცემენ თან სუვერენიტეტს და თან რომელთან ურთიერთობაშიც გაქვს შანსი რომ განვითარდეთ. ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს 30 წლიანი თანაარსებობამ დასავლეთთან მოიტანა პირიქით თელი რიგი სოციალური ტრაგედიები, ასე ვთქვათ, საქართველოში. ხო, ოშხოში დასავლეთთან გულისხმობ აი დასავლეთის ძლიერ ცენტრებთან, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ხო, მაგრამ ნუ ცხადი ახლა ეს USA-დის წინააღმდეგ ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ეგ კაპიტალის ახასიათებს, ცდილობს გამოძვრეს ამ კრიზისთან და ისევ კაპიტალიზმის დომინაციისთვის ახალი პარადიგმა შექმნას, მაგრამ აი ამ პროცესში სანამ ის ამასtildeობს, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ჭკვიანად, რომ აი ახლა მაინც ასე ვთქვათ, ჩვენ მქონდეს სწორი ტრაექტორია განვითარების. ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავსაზღვროთ ჩვენ ბოლო 30 წელია სულ ვიყურებით დასავლეთისკენ და იმ პოლიტიკას ვატარებთ, რომელსაც ისინი ვკარნახობენ. ჩვენ საქართველოს არ შემუშავებიათ საკუთარი განვითარების გეგმა, მიმართულება სულიერ სფეროშიც, არც სულიერ სფეროში და არც მიუხედავად იმისა, ეროვნული მოძრაობა, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა და დღეს ძალიან ისეთი ეს იყო ნიშანდობლივი გადაცემა, ერთ-ერთი გადაცემა, ზვიად გამსახურდი ის ხდება დღეს რეაბილიტაცია სრული რა. თითქოს ის ყოფილა მესია, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა. და ეს რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობას დღეს საქართველოში რაც არის, რომ ჩვენ მე ნიშანწყალს ვერ ვხედავ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი რაღაცა ჩვენი განვითარების დამოუკიდებელი ვექტორის შემუშავება ხდებოდეს. ეკონომიკური და სულიერი სფეროში, კულტურული და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ის რეფორმები, რომლებიც რეფორმა დავარქვათ, ხო? რომელიც პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პერიოდში ხორციელდება, არც ერთ რეფორმა არ იყო შეთანხმებული საზოგადოებასთან. ნუ საზოგადოებაში მოდი მას გულისხმობ, იცი? აი საზოგადოებასთან შეთანხმება, როგორც ასე ვთქვათ, ერთგვარი პროცესი არ ეს ყოველ ადამიანთან რაღაც უნდა შევთანხმო, არამედ ის რომ ის რასაც აკეთებ, ეს თანხმედრაშია საზოგადოების მოთხოვნილებებთან და მის ინტერესებთან. ესეთი არ ყოფილა, რატო არ ყოფილა? იმიტომ რომ ყოველთვის ექსტერნალური, გარეძალების მიერ იყო ეს. გარეძალები
ელიტებისა და ადგილობრივი ელიტების თანამშრომლობის შედეგი იყო ეს რეფორმაცია. თუმცა როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ინტერესებში შედიოდეს შრომითი ურთიერთობების დაყვანა იმ დონეზე, როგორც ეს დასული იყო სააკაშვილის დროს. ეს ხო თავისთავად საწინააღმდეგოა კოლექტიური ინტერესების და მხარს უჭერს კონკრეტული რაღაცა, ასე ვთქვათ, წესრიგის ჩამოყალიბებას. ხო და ესე იგი რაღაცები ხო ისწავლა ქართულმა სახელმწიფომ ამ დრამატული ნეგატიური სოციალური გამოცდილებიდან. აი ამ ნეგატიური სოციალური გამოცდილებიდან სწავლის შედეგად უნდა ააგოს ახლა ახალი პარადიგმა და ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. სახელმწიფოს ფუნქცია ეგ რო გააკეთოს. ერთხელ აღვნიშნე მე თქვენთანაც ამაზე ხო რომ შეიძლება ქართულ ოცნებაზე არ აქვს იდეოლოგიურად ისეთი გამოკვეთილი პოზიციები, მაგრამ რეალობა მას მიიყვანს იქამდე რომ ამას გააკეთებინებს. ანუ გააკეთებინებს იმას რომ აი რასაც ახლა თემურებოდა მოუწევს რომ შექმნას ისეთი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა რომელიც დაფუძნებული იქნება საზოგადოებრივ ინტერესებზე და რომელიც გარედან ნაკლებად იქნება ჩარეული. მოუწევს იმიტომ რომ იქამდე იმიტომ რომ სხვანაირად ის ვერც ძალაუფლებაში იქნება, ასე ვთქვათ, თუ ამას არ გააკეთებს და მეორეს მხრივ თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ ის ისევ იქნება დაქვემდებარებული დასავლეთის უპირატესობაზე, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნის როგორც მას, ასევე ზოგადად, ასე ვთქვათ, მთელ რიგ პროცესებს საქართველოში, რა. მესამე ვარიანტი შესაძლებელია, ინერციით გაგრძელდეს ეს ჭაობი. და ჭაობშიც არის საქართველოს ეკონომიკურ ჭაობში და სოციალურში. კერძოდ როგორ ქართულმა ოცნებამ დრო არა გაქვს, ხო, იმას რამდენიმე ჯერ გვაქვს კიდე. ხო, ქართულმა ოცნებამ თავისი ხელისუფლება განემტკიცა. ჩვენ ხედავთ, რომ ის შეინარჩუნა ხელისუფლება, კიდევ კაი რომ შეინარჩუნა ხელისუფლება და პროფაშისტური რევანში არ მოხდა. მაგრამ ის მისი რეაქციები, აი თუნდაც სუვერენიტეტისათვის ზრუნვა, ეს არის რეაქცია იმაზე, რაც გარედან მოდის. ეს არ არის მის მიერ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, შეთავაზებული რაღაცა ჩამოყალიბებული რაღაცა სისტემური მიდგომა. ეგრე რომ იყოს კონსტიტუციაში მუხს არ ჩაწერდნენ თავის დროზე. გეთანხმები რომ ეს რეაქციაა. თორემ ეს რო გაცნობა ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო დაშვებული, როდესაც კონსტიტუციაში ასახეს მუხლი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ეს იმდენად ის იყო რომ მაშინ მახსოვს აი ვენეციის კომისიას კი რომელიც არ არის ასე ვთქვათ არც სოციალისტო ისიც კი გაოცებული იყო რომ ეს მუხლი არ არის საჭირო. რატომ? იმიტომ რომ ეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ყოველ შეიძლება შეიცვალოს, ხო? ასე ვთქვათ. ან შეიძლება ცვლადია გლობალური წესრიგის ასე ვთქვათ კონტექსტში. ამიტომ ეს კონსტიტუციაში უნდა ამიტომ გეთანხმები ეხლა რასაც აკეთებს ეგ უფრო რეაქციაა ვიდრე გაცნობიერებული. თუმცა რეაქციამ შეიძლება მე გააცნობიეროს უკვე პრობლემაში. არ ვიცი, ახლა იქ რითი იყო გამოწეული არ ვიცი იმის შეტანა. შეიძლება ესეთი საფრთხე იყო მაშინ რომ თავი გადაერჩინა, მაშინ ქართულმა ოცნება არ ვიცი. მაგრამ მეჯობა ისე არის დამფრთხალი ეს ქართული ოცნება, ესე იყო დამფრთხალი რომ ეს გააკეთა. ალბათ უფრო ასე არის. მაგრამ ხო ალბათ კი. ხო, მაგრამ ქართულ ოცნებას მოუწევს საკუთარი ნამდვილად დამოუკიდებელი პარამეტრების განსაზღვრა და იმის თქმა საზოგადოებისთვის. ესე იგი არა სიტყვიერად დაუშვათ ამ მარტო გამოსვლებში, არამედ პროგრამის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საქართველოს განვითარების პარამეტრები. რისკენ მივდივართ. დაუშვათ 20-30 იყო, ხო, იქ ბიზნა ივანიშვილის მიერ შემოთავაზეს. იქ გარკვეული რაღაცა ნიშნები შეინიშნებოდა, თუ რისკენ უნდა წავიდეს საქართველო მაშინ. მაგრამ ის ყველამ დაავიწყა. ეს გარკვეული პროგრესი იყო მაშინ. მაგრამ ჩვენ იმისგან უკან დავიხიეთ. იქნება 20-ით ის 20-30. და განვავითაროთ ისა. ამისკენ მოუწოდებთ ჩვენ ქართული ოცნებას. სამწუხაროა რომ ალტერნატიული ძალა არ ჩანს და ალტერნატივა მხოლოდ არის მემარცხენე სოციალისტური ძალა. აი ზუსტად ამაზე მინდოდა ბოლოს რამდენიმე წუთი ვაქვს დარჩენილი და აი დიდი დეპრესია მაგალითად დაიძლია რუზველტის დროს, როდესაც პროფკავშირებმა და იქაურმა კომუნისტურმა პარტიებმა დააძალეს იმ რეფორმების გატარება, რომელიც გაატარა რუზველტმა. ახალი კურსი. კი ბატონო, ანუ იგივე ეს სოციალური სახელმწიფო, კეთილდღეობის სახელმწიფოები, რაც თქვით, ეს არ იყო, ხო, ადგილობრივი ბურჟუაზიის სუღერები, ეს იყო ძალდატანებით ადგილობრივი პროფკავშირების მიერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენთან ერთი რაც დაგვავიწყდა, რომელიც აი როგორც კი ეს აგენტების კანონის მეორედ შემოტრიალდა, ეს თირამე დაანონსდა, რომ შეიქმნებოდა ფონდი. ფონდი რაღაც ახალი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ვინც ეს ყველაფერი უნდა დაამუშავოს და შემდეგ სახელმწიფოს უნდა მიაწოდოს რა ის იდეები, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო?
და ესეც მართლაც დავიწყებულია, მივიწყებულია რა შევა ეს ფონდი. ანუ ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, არ უნდა ველოდოთ, თუ უკვე აღარ არის აქტუალური ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მართლა რეალურად რაღაცა არ ვამბობ რომ გარედან დესტრუქციულად, არამედ რაღაცა კონსტრუქციული, მაგრამ არაქართული ოცნების ძალა უნდა არსებობდეს, რომელიც აი ამ ახალ შინაარსებს შეიტანს ქართულ ოცნებაში, ხო? სხვანაირად ამ ყველაფერს ჩვენ ვერ დავწლებთ. თავისთავად არ მოუნდება, ხო? ეს ამ ფონდის არ ვიცი ეს სახელმწიფო ბიუჯეტის მუხლი არის თუ არა, შეიძლება რაღაცა ცალკე მუხლია, არ ვიცი, ამას კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ იმ სახელმწიფო ბიუჯეტს რო გადავხედო ამ წლისა. იქ არ არის ეს გათვალისწინებული სხვათაშორის. აი ფონდები, რომელიც დაფინანსებს ადგილობრივ არასამთავრობო სფეროს. არასამთავრობოს ბაზრი არის საზოგადოებრივი ინიციატივა. ეს არასამთავრობო სექტორი ეს რომელიც არის ძალიან ესე იგი მათი მოქმედების გამო ძალიან შეზღუდდა ხალხს სინამდვილეში ეს არის დემოკრატიზაციის პროცესია საზოგადოებამ უნდა ჩაიგდოს მართვის კაპიტალიზაციის ტრანსფორმაციის პროცესის ნაწილია რომ მართვაში უნდა შევიდეს სახელმწიფოს მართვაში და საზოგადოების მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში უნდა გაიზარდოს თანდათანობით აი ამ ფორმით არასამთავრობო სექტორის ფორმით ეს არის ნუ ეგრე იყო კიდეც უბრალოდ ის არასამთავრობოები დასავლეთთან ფინანსდებოდნენ და რეალურად მართლა ჩვენ პირველ გადაცემაში ჩვენთან მაშინ საუბრობდით ამაზე რომ ვის ესაუბრება ამ შემთხვევაში ვის ესაუბრებოდა სახელმწიფო ხო პარლამენტში კომიტეტებზე იბარებდა ამ დასავლეთთან დაფინანსებულ ადამიანებს მე დასავლეთთან დაფინანსებული ითხოვდნენ ეს თავზე მოხვეული იყო ბაქარმა კარგად იცის არასამთავრობო სფეროს განვითარება ზუსტად იმ სოციალური სახელმწიფოს განვითარების ფარგლებში იყო და სხვადასხვა რუზველტიდან დაიწყო რუზველტი იყო პირველი რომელმაც სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა სოციალური სახელმწიფოს ასე ვთქვათ ეს გამოცხადებული არ იყო მე როგორც ვიცი მაგრამ ეს პოლიტიკა და მე გადავიდა ეს ევროპაში და ამოიწურა ჩვენი დრო სამწუხაროდ როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრებს ბოლომდე ვასრულებთ ხოლმე და იმედია მაყურებელი კმაყოფილია ჩვენი დღევანდელი გადაცემით ჩვენი სტუმრები იყვნენ ბაქარ ბერეკაშვილი სოციოლოგი და პოლიტოლოგი მადლობ ბაქარ და ასევე პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი და ეკონომისტი თემურ ფიფია დიდი მადლობა მაყურებელს და კარგად გრძანდებოდეთ